აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მომსახურების სააგენტოსა და ჩაკლოვას საგანმანათლებლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სააგენტოს დირექტორმა ალთანდილ ქარაიამ და ჩაკლოვას საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა ლიანა ჩაკლოვამ მოაწერეს. შეთანხმება განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთთან იძულებით გადაადგილებულ 11-დან 14 წლამდე მოზარდებს ეთმობა. პროგრამა მათთვის ინგლისური ენის უფასო სწავლებას მოიცავს, რაც მათი განათლებისა და სამომავლო შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს. მემორანდუმი გაფორმდა ჩაკლოვას საგანმანათლებლო ცენტრთან, რომელიც ითვალისწინებს დევნილი მოზარდებისათვის უცხო ენების სწავლებას. პირველ ეტაპზე ინგლისური ენის სწავლებაა დაგეგმილი, მომავალში იგეგმება ასევე გერმანულის, რუსულის და ბერძნული ენის სწავლები. სამომავლოდ ითვალისწინებს წარმატებული ბავშვებისათვის საზაფხულო საერთაშორისო ბანაკებში მონაწილეობა. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ჩაეყარა საფუძველი, რაც ჩაკლოვას საგანმანათლებლო ცენტრისთვის არის ძალიან დიდი ნაბიჯი. მემორანდუმი ითვალისწინებს 11-დან 14 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების ინგლისური ენის შესწავლას სრულიად უანგაროთ. იმედი გვაქვს, რომ ბავშვების სწავლაში შევიწავებთ გარკვეულ წვლილს.